ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ეროვნულ მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები განხორციელდება. ტერიტორიაზე სპეციალური მოედანი გაიხსნა, სადაც ახალქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა. აქ მოქმედებს ვიზიტორთა ცენტრი, ფრინველებზე დაკვირვების საგუშაგოები, საპიკნიკე და საკარვე ადგილები. დეტალები ნახეთ სიუჟეტში. დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს. ეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც დაცული ტერიტორიების სააგენტო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ითანამშრომლობენ მომავალში. აღსანიშნავია ის, რომ მათ თანამშრომლობა პრაქტიკულად მემორანდუმამდე უკვე შედგა და დღეს აქ რაც არის გამოფენილი, ეს არის უბრალოდ შედეგი, რაც გულისხმობს ჩვენი ისტორიის, ჩვენი არქეოლოგიის, ჩვენი გარემოსდაცვის პრინციპების შეთანხმებას, უფრო მეტი ინფორმაციის გადაცემას. ვცდილობთ, რომ ეროვნული მუზეუმის ხედვა განვითარდეს სხვადასხვა ტერიტორიებზეც და არა მხოლოდ მუზეუმებში და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი დასაწყისია. ჩვენი საერთოდ დაიყო, რომ ბუნება და ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა ერთად გვეჩვენებინა. კიდევ იყოფა 4 დღესვე ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე არქეოლოგიური სათამაშო მოედანი გაიხსნა, სადაც ახალქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა და მათთვის მომზადებული არტეფაქტები აღმოაჩინეს. მუზეუმსა და ვიზიტორთა ცენტრში რეგიონში არსებული ისტორიული, საბუნებისმეტყველო, ხელოვნებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ გამოფენა გაიმართა. მე აღმოვაჩინე 3 ცალი თიხა და 1 ცალი ძვალი. ასევე მოცემულ გეგმაზე დავაფიქსირე თუ რა ადგილას ვნახე ეს ამა თუ ის ნივთი. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე გარდა ვიზიტორთა ცენტრისა განლაგებულია ფრინველებზე დაკვირვების 5 კოშკურა, 5 საპიკნიკე და საკარვე ადგილები. ტურისტული სერვისი ვიზიტორებს ცხენით გასეირნებასთან ერთად სპორტულ და სამოყვარულო თევზჭერასაც თავაზობს. ჯავახეთის დაცული ტერიტორია ძალიან მდიდარია თავისი ინფრასტრუქტურით. აქ არის მოწყობილი ვერტოჩიკის კოშკურები, აქ არის მოწყობილი საპიკნიკე ადგილები, საკემპინგე ადგილები, აქ არის ველურ მარშრუტები. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე სამუშაოები ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში გერმანული მხარის დაფინანსებით განხორციელდა.